მოგესალმები გიორგი, ტელემაყურებელს მივესალმები. მე მგონი, რაც მოხდა ამ ყველაფრის ანალიზის შედეგად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ტრამპი იმდენად, ასე ვთქვათ, როლში შევიდა და იმდენად თვითონ აღმოჩნდა საკუთარი დაპირების მძევალი, რომ ის 2 დღეში თუ სწრაფად დაასრულებს ომს, ეს იყო მისი წინასაარჩევნო დაპირებაც და პოსტსაარჩევნო დაპირებაც. და შესაბამისად, შემდეგ უკვე, როდესაც რუსეთთან შეხვედრა მოხდა, ცხადი გახდა, რომ ეს მშვიდობა, ეს ომის შეწყვეტა ასე მარტივად არ გამოდის, ხო? იმიტომ რომ საგარეო საქმეთა მინისტრმა რუსეთის პირდაპირ თქვა ის პირობები, რომლითაც არის მზად რუსეთი მშვიდობისთვის და ეს პირობები არის შეუსრულებადი პირობები სინამდვილეში. შესაბამისად, რუსეთი რადგან უკან არიხევს ტრამპის ლოგიკით, უკან უნდა დაეხია მეორე მხარეს. და თუ დავაკვირდებით ჩვენ გუშინ წინდელ გუმრიდეშ გუშინდელი იყო თუ გუშინ წინდელი ოვალურ ოფისში აი ამ პრეს კონფერენციის მიმდინარეობას, რომელიც ბოლოს უკვე დრამატული ფინალით დასრულდა, იქ მთავარი უთანხმოება არა მინერალების შესახებ შეთანხმება იყო, არამედ იყო ის თუ მშვიდობა რა პირობებით უნდა დამყარებულიყო, ხო? მშვიდობა ყველაფრის ფასად, რომელიც ფაქტობრივად იყო ტრამპის პოზიცია, თუ მშვიდობა ძალიან მყარი უსაფრთხოების გარანტიების შედეგად, რომელიც იყო ზელენსკის პოზიცია. ხო, აქ ხა მოკლე გზა სიტყვა გარანტიები ახსენა ზელენსკიმ, ჩვენ ნახეთ ტრამპის პასუხი, რომ მე ვარ გარანტიაო, მე მცემს პატივს პუტინი. ხო, ზუსტად ეს არის, რომ რეალურად, როდესაც მიდგა უსაფრთხოების გარანტიაზე საუბარი, რეალურად ტრამპმა ვერ წარმოადგინა ეს უსაფრთხოების გარანტიები და მან თქვა, რომ აბსოლუტურად მართებულად აღნიშნეთ, რომ მე ვარ ეს გარანტია, მე ვარ ძლიერი პოლიტიკოსი, მე ვარ კომპეტენტური, ჩემი წინამორბედი იყო სუსტი პოლიტიკოსი, არ ესმოდა საქმე, მე პუტინი ვერ გადამაგდებს, პატივს ვცემს, იმას არ ცემდა პატივს. ხო, ეს არის ერთი ვითომ გარანტია. სინამდვილეში იქვე შეახსენა ზელენსკიმ, რომ ასეთი გარანტია ადრეც იყო ტრამპი პრეზიდენტი, მაგრამ საბოლოო ჯამში პუტინმა მაინც დაარღვია რაღაც შეთანხმებები და მეორე გარანტია ტრამპის მხრიდან იყო აი ეს მინერალების შეთანხმება. როდესაც ამბობს, რომ მე უკვე აქ უკრაინაში ეკონომიკური ინტერესები მიჩნდება და მე ვერ გამიბედავს პუტინის შემდეგ რაღაც იმის დარღვევას. ხო, საბოლოო ჯამში მივედით იქამდე, სადამდეც მივედით, მაგრამ ეს რაღაც თვალსაზრისით ლოგიკური იყო და გამოხატავს იმ უთანხმოებას, რომელიც აი ამ მშვიდობის გარშემო სუფევდა და ამით ჩემი აზრით ზელენსკიმ ძალიან ცხად და გასაგებად განაცხადა, გააკეთა გზავნილი უკრაინელებისთვისაც, ამერიკელებისთვისაც და მსოფლიოსთვის, რომ მშვიდობა ვერ მოხდება უკრაინელების მხრიდან დათმობების, სერიოზული დათმობების ხარჯზე და არ არსებობს დედამიწის ზურგზე პოლიტიკოსი თუ ძალა, რომელიც ასე ვთქვათ, შეაშინებს ან დააბულინგებს მაგალითად ზელენსკის და წაიყვანს იმას არასასურველ მშვიდობაზე. ახლა მეორე გზა რა არის მშვიდობის დამყარების? ერთი არის კი, რომ უკრაინა დაითანხმო იმაზე, რომ ყველაფრის ფასად დათანხმდეს მშვიდობას. მაგრამ უკრაინა ამაზე არ მიდის და დავარქოთ ამას ცეცხლის შეწყვეტა. ხო, ცეცხლის მშვიდობა კი მართალია. პრინციპში ნიშნავს რაღაც ძალიან ისეთ ვრცელ მოცემულობას, სადაც მეტნაკლებად პროგნოზირებად პერსპექტივაში შენ ამ მშვიდობიანობის გარანტიებს ხედავ. აქ პრობლემა ზუსტად ის არის, რომ მე ზელენსკის ბოლო განცხადება წავიკითხე, სანამ თქვენ სტუდიაში ადგილს დაიკავებდი, სადაც ის ამბობს, თუ ვინმეს უნდა მშვიდობა, ეს არის უკრაინა, უკრაინელი ხალხი და მე, მაგრამ მე მინდა მშვიდობა, რომელიც შენარჩუნდება და არ გახდება წინაპირობა მოწინააღმდეგისთვის ძალების მოკრების და შემდგომში მისი წინასწარ გაცხადებული მიზნის შესასრულებლად, რაც არის უკრაინის სრული დესუვერენიზაცია, დემილიტარიზაცია, ისე რომ შეიარაღებული ძალებს საერთოდ არ ყავდეთ და მათთვის სასურველი რეჟიმის დამკვიდრება კიევში. ფაქტობრივად ეს არის სრული დაპყრობა, კაპიტულაცია უკრაინის. ხო, ახლა რადგან ასე მოკლე გზით მშვიდობა
თუ ცეცხლის შეწყვეტა არ გამოდის და ფაქტია რომ არ გამოდის. მოკლედ გზაში გულისხმობთ რომ ზელენსკის და უკრაინელების იძულება. ხო, ზელენსკის და უკრაინელების იძულება ნებისმიერი საშუალებით ცეცხლის შეწყვეტას. ახლა მეორე არის გრძელი გზა. ეს გრძელი გზა არის გადის იმაზე რომ რუსეთს მოუწიოს, ხო, დათმობა და რუსეთი დღევანდელ მდგომარეობაში არაფერს თმობს, დათმობს მხოლოდ მაშინ, თუ შეიცვლება საბრძოლო თეატრში ვითარება. ხო, უკრაინას ეკნება უპირატესობა. ეს ამ უპირატესობის მოპოვება მხოლოდ და მხოლოდ შეიძლება ორი კომპონენტით. ერთი არის ძალიან მძიმე ეკონომიკური ზეწოლა რუსეთზე და მეორე უკრაინისთვის მეტი ფინანსური დახმარების, მეტი იარაღის და ასე შემდეგ მხარდაჭერის მიცემა იმისათვის, რომ ეს ყველაფერი აისახოს საბრძოლო თეატრში. ეს არის გრძელი გზა. ამ გრძელი გზისთვისაც ჩემი გადასახედიდან მზად არის ტრამპი და ამერიკა, იქიდან გამომდინარე, რომ სწორედ ეს მინერალების შეთანხმება არის ის ქვაკუთხედი, რომელზე დაყრდნობითაც მას თუ მოუწია უკრაინისთვის აი ამ ხარდაჭერის გაგრძელება და გაზრდა, ის ამით მოახერხებს აუხსნას თავის მხარდამჭერებს ის რომ ის ხო აძაგებს მუდმივად ბაიდენს და ამბობს რომ ის სულელი იყო ტყუილა უხდიდა ფულს მეგრე არ მოიქცევი, მაგრამ თუ მას მოუწია ამ ფულის გადახდა, მაშინ რაღაცნაირად უნდა გაამართლოს ეს. ხო, გაამართლებს სწორედ იმით, რომ ეს სასარგებლო წიაღისეულის შეთანხმება მისთვის უკრაინას ხდის უკვე ფინანსურად მომგებიან სივრცეთ და თავისი წითელ კისერა მხარდამჭერს, ანუ რედნეკებს და მარტივად აუხსნის, რომ აქ მე რამე იმის უკრაინის ლამაზი თვალებისთვის კი არ ვაკეთებ ამას, ან რაღაც გეოპოლიტიკური ინტერესებისთვის, ან ევროპის უსაფრთხოებისთვის, რაც აბსოლუტურად გაუგებარია ტრამპის ტიპიური მხარდამჭერისთვის. არამედ იმისთვის, რომ იქ მინერალებია, იქ ამერიკის ინტერესია, იქ ჩვენი ფინანსური ინტერესია. შესაბამისად, მე დარწმუნებული ვარ, რომ აი სასარგებლო წიაღისეულის შესახებ შეთანხმება გაფორმდება, იმიტომ რომ რეალურად ორივე მხრიდან არის ამაზე მზაობა და რადგანაც მოკლევადიანი, მოკლე გზით მშვიდობის მიღწევა იქნება შეუძლებელი, იძულებული გახდება ამერიკის შეერთებული შტატები, რომ წავიდეს უკვე გრძელვადიან გზაზე. აქ ევროპის ფაქტორიც არ უნდა გამორიცხოთ, ხო? ჩემი მეორე და მნიშვნელოვანი კითხვა ამას უკავშირდება, თქვენ მაინც ევროპული პოლიტიკის პროგრამაცოდნით გამოირჩევით და ჩვენ მართლაც ისტორიული გარდატეხების მომსწრენი ვართ. არ არის შემთხვევითი, რომ კირ სტარმერმა, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, რომელიც ლეიბორისტი არის და ამ მხრივ შედარებით თავშეკავებული შეიძლება ყოფილიყო, თქვა, რომ ეს არის ისტორიის გზაჯვარედინი და დროის გამოცდა, ხო, სიტყვით ეს თქვა. ეს არა მარტო მას აქვს გაცნობიერებული, დღეს თემთა პალატაში ტრადიციული დებატის დღე იყო, სადაც პრემიერი მიდის მეცნიერება სხვა შორის როცა ამერიკელმა ვიცე-პრეზიდენტმა სიტყვის თავისუფლებაზე და დემოკრატიაზე ბრიტანელებს მიცა შენიშნა საოცარი რამ არის მართლაც დემოკრატიის ზეიმი არის და უმცირესობის ლიდერთან დეპუტატებთან ყოველკვირეული დებატების რეჟიმში არის. იქ გამოჩნდა რომ არ არსებობს განსხვავებული აზრი ბრიტანეთის პოლიტიკურ ელიტაში. და რომ ისინი ერთიანად უჭერენ კონსენსუსი არის ბრიტანეთში, მათ შორის გადასახადების ზრდასა და პრიორიტეტების ცვლილებასთან მიმართებაში, ყველა ხარდაჭერა არსებობს, საფრანგეთის როლი და მისი პრეზიდენტის ამ პროცესში ასევე ძალიან გამოკვეთილი არის. ევროპის ისეთ სახელმწიფოების, რომლებიც შეიძლება ამ ხრესო და განსხვავებული პოზიციის ყოფილიყო, მაგალითად იტალიის პრემიერ-მინისტრის ამ ხრივ ერთ-ერთ ყველაზე მკაცრია რუსეთთან პოზიციონირებაში, უბრალოდ ცდელობა არის, რომ ამერიკა თამაშიდან არა თუ არ გავიდეს ამის, არამედ რომ ხიდის როლი ითამაშონ და პროგნოზირებადი გახდეს მთელი ეს პროცესი, იმიტომ რომ ევროპა რაც არ უნდა მოინდომოს, ახლა უცბად ასე 1 და 2-3 თვეში ვერ სამხედრო წარმოება გადაეწყობა და გამორიცხულია ეს ამბავი. აი თქვენ როგორ ხედავთ ამ რესურსებს და როგორ ხედავთ აი ამ ახალი ბალანსის და სიმძიმის ცენტრების გადატანის პირობებში იმ შედეგის მიღწევას, რასაც უკრაინისთვის და ევროპისთვის გრძელვადიანი მყარი უსაფრთხოების სისტემის ჩამოყალიბება ქვია. დავიწყებ იქიდან, რომ თავარი უკვე მოხდა. თავარი არის დიაგნოზი, რეალურად. ევროპამ დასვა დიაგნოზი, დაინახა, რომ მან საკუთარ ხელში უნდა აიღოს ინიციატივა, უნდა დახარჯოს სერიოზულად რესურსები იმისთვის, რომ თვითკმარი თუ არა ანუ იმდენად ძლიერი გახდეს, რომ მან დამოუკიდებლად მოახერხოს რუსეთის აგრესიის შეკავება, ოღონდ აბსოლუტურად მართალი ხარ, არა
იზოლირებულ მდგომარეობაში, არამედ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად უბრალოდ აქ პროპორციები იცვლება და ამისათვის რეალურად რაღაც ლექციები კი არ წაიკითხეს ლონდონში, ხო? ეს იყო უკვე ფორუმი, სადაც გამოიკვეთა ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურის ახალი კონტურები, სადაც საკუთარ როლს თამაშობს გაერთიანებული სამეფო, როგორც ევროკავშირის არაწევრი სახელმწიფო, იქ არის თურქეთი, სხვათა შორის, იქვეა ნორვეგია, რომელიც ასევე არ არის ევროკავშირის ნაწილი, კანადა, მისი ჩართულობა და იმავე ფორუმზე რეალურად უკრაინამ თითქმის მიიღო 10 მილიარდ ევროზე მეტი დახმარება. 2 მილიარდ ნახევარი ევრო დაახლოებით ბრიტანელებმა მისცეს, 3 მილიარდი ევრო ნორვეგიელებმა და 5 მილიარდი ევრო უკვე დღეს გაავრცელა პრემიერმა ტრუდომ განცხადება, რომ კანადა მისცემს უკვე რუსეთის აქტივებიდან, ხო? ანუ ფაქტობრივად 10 მილიარდზე მეტი დახმარება ერთ დღეში მოახერხა ამის მიღება უკრაინამ. უკრაინის მხარდამჭერი განცხადებები იყო ძალიან ძლიერი, მაგრამ ძალიან სწორად შერჩეული ტონით იმისათვის, რომ არ მომხდარიყო შეერთებული შტატების ან დადანაშაულება, ან გარიყვა საერთო საქმიდან და საბოლოო ჯამში მე მგონია, რომ ევროპა მოძრაობს ძალიან სწორი მიმართულებით, აუცილებლად ამ ყველაფერს დაჭირდება პოლიტიკურ ნებასთან ერთად დრო, იმიტომ რომ რა თქმა უნდა არსებობს ადამიანური რესურსი, არსებობს ფინანსური რესურსი, მაგრამ აი ამ ყველაფრის გადათარგმნა იმაში, რომ ეს იყოს უკვე სამხედრო შემაკავებელი ძალა, ბუნებრივი ამას დრო დაჭირდება. დღეს გააკეთა ნატოს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა ძალიან საინტერესო განცხადება ანდრეს ფოგ რასმუსენმა, ასეთი რამე თქვა, რომ ეპოქა დამთავრდა, ევროპული კეთილდღეობა იდგა იაფ რუსულ ენერგიაზე, იაფ ჩინურ საქონელზე და იაფ ამერიკულ უსაფრთხოებას. ეს ყველაფერი დამთავრდა, ევროპას მოუწევს მეტი გადაიხადოს ენერგიაშიც, საქონელშიც, უსაფრთხოებაშიც, მაგრამ ეს იქნება ევროპული კეთილდღეობის, ახალი ევროპული კეთილდღეობის საწინდარი, რომლის ნაწილიც არის უკრაინა. იმედი მაქვს, რომ ანუ პერსპექტივაში ამის ნაწილი იქნება საქართველოც და ძალიან დასანანია, როდესაც აი ასეთი კონტურები ყალიბდება, სადაც მართლაც საქართველოს უნდა იყოს აი ამ რაღაცის ნაწილი, იმიტომ რომ ამაზე უკეთესი უსაფრთხოების გარანტიები მართლა არ არსებობს და დღეს საქართველოს ყავს რუსული ხელისუფლება და საქართველოს სამწუხაროდ არ არის წარმოდგენილი აი ამ ფორუმებზე. ასე რომ ევროპა ძლიერდება, ასეთი რამ მე არ მინახავს გასული 20 წლის განმავლობაში და ეს მხოლოდ დადებითად იმოქმედებს უკრაინაზეც, მთლიანად რეგიონზე და ეს არ იქნება ევროპა მინუს ამერიკა. ეს იქნება ევროპა პლუს ამერიკა და ეს საბოლოო ჯამში ბევრად გააძლიერებს პერსპექტივაში ტრანსატლანტიკურ, ასე ვთქვათ, საერთო უსაფრთხოებას.